მოგესალმებით, დღეს ჩვენი რიგით პირველი პოდკასტია და ჩვენი სტუმარი არის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და ანსამბლი ირაოს, სტუდენტური ანსამბლი ირაოს ერთ-ერთი ქორეოგრაფი, ბატონი უჩა ეზიეშვილი. გამარჯობებით. გამარჯობა გიორგი. ვითომ ეხლა ვნახეთ ერთმანეთი. ვითომ რა დღეს მართლა ეხლა ვნახეთ, რეპეტიცია გამისდინე. აი, მომიყევი როგორ ახარ ეხლა პირველ რიგში. გადავიარეთ წინა სეზონი. ახალი სეზონი გვაქვს წინ, რაღაც სამთრის გასტროლები, მერე ზაფხული, ამბები და როგორ მიდის სამზადისი ამ ყველაფრისთვის. მოდი გულახდილად და მეგობრულად რომ ვილაპარაკოთ, ჯერ ვერ ვართ ჯანზე, ეხლა ვიკრებ ძალებს. რთულია ახალი წლების შემდეგ, რა თქმა უნდა. რთულია თავიდან ამოძრავება, კი, ეგ თავის. ჯანზე არ ფორმაშიც ეხლა თავისთავად შავი მაგიტო ჩავიცი, რომ კარგად არ ჩავიდეს რა. ხო, არა, ვიქოქებით სხვათა შორის საკმაოდ აქტიურად და შეიძლება ითქვას აგრესიულადაც კი. როგორც ანსამბლში, ისევე ქორეოგრაფთა კავშირში უამრავი გეგმა, უამრავი კონცერტი, უამრავი მასტერკლასი და ფიქრობ არ გვაქვს დრო მოდუნებისთვის. კაი, ნახე, მე ესე მგონია, რომ ეს მსგავსი პოდკასტი უფრო საინტერესო არის მოქმედი ან მომავალი ქორეოგრაფებისთვის და მოცეკვავებისთვის რა, უფრო მეტწილად, თორე რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს ვისაც ეს სფერო აინტერესებს, ალბათ იმისთვისაც საინტერესო იქნება რა. მე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს ამ სფეროში არის აი ეს გამოწვევები, რასაც ორგანიზატორი აწყდება. აი, იმიტომ რომ ქორეოგრაფისთვის რაღაც მომენტში, ან ქორეოგრაფის ორგანიზატორია თავის მხრივ, იმიტომ რომ თავისი ბავშვებისთვის, თავისი მშობლებისთვის ის არის პასუხისმგებელი პირი. მაგრამ გარდა ამისა, ეს პასუხისმგებელი პირი ქორეოგრაფი მიმართავს კიდე ცალკე ორგანიზატორს, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია უკვე ბევრ ანსამბლზე და ბევრ ქორეოგრაფზე რა. და თითქოს ისეთი რაღაცა, მაგრამ ძალიან რთული მგონია ეგ პროცესი და პროცედურა და ზოგადად ურთიერთობის ფორმაც რა ქორეოგრაფებთან, ანსამბლებთან, ამ ხელა რაღაცის დამენეჯმენტება, იქ დარბაზების მოგვარი, რა ხო ბევრი რაღაცა ჭირდება რა. როგორია ცოტა აი მესმის რომ ყველაფერზე არ ლაპარაკებ ცხადია, მაგრამ რაღაც აი ოდნავ კულისების მხრიდან რომ დავინახოთ ორგანიზატორის საქმე რა. თავარი პრობლემა და პირველი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, დაორგანიზება. რა პერიოდში ვაკეთებთ, როდის ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ კონცერტს, ну ჯდებით რა თქმა უნდა, გვაქვს შეკრება, ვიწერება წლის გეგმა, განრიგი რა თქმა უნდა, რასაც მივყვებით, არის იქ დამატებითი კონცერტებიც არის, ვიღაცისთვის შემოქმედებითი საღამოები ტარდება, ვიღაცისთვის ხსოვნის საღამო, მაგრამ ძირითადად წლის განმავლობაში იწერება გეგმა, რომელსაც მივყვებით. რაც შეეხება კონცერტებს, კი აი, რთულია იმ კუთხით, რომ აი ყოველდღიურ რეჟიმში გიწევს ეს ქორეოგრაფებთან კომუნიკაცია, დარბაზების მოგვარება და რაც თავარია ყველაზე მეტად გიწევს გასახდელების ცეკვების და კულისების ყველაზე დიდი პრობლემა გასახდელები. ხო აი რაც სრული სიგიჟეა, ну ჩვენს დარბაზებში იცით ალბათ ყველამ რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ კომფორტული და ტევადი გასახდელები გქონდეს. პირველ პრობლემას ვაწყდებით მანდ, როდესაც ანსამბლი დიდი რაოდენობით მოდის, მოცეკვავებს გულისხმობ, რთულია განათავსო ისეთ გასახდელში, როგორიც ეკუთვნის და როგორშიც უნდა იყოს იდეაში. ამიტომ პირველი პრობლემა ეს არის, რომ ისე ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გვინდა. მეორე პრობლემა არის კულისები. კულისები და დარბაზი. ეგ არის როგორც ორგანიზატორის, ასევე ქორეოგრაფის ტკივილი რა, იმიტომ რომ ჯერ მოუწესრიგებელი კულისი ნიშნავს ქაოსს. ქაოსიდან თუ ბავშვმა დაიწყო ცეკვა, ანუ კულისიდან ვიწყებთ ცეკვას, ყველა ვიცით ეგ. თუ ბავშვმა დაიწყო ცეკვა ქაოსიდან, ანუ ცეკვაც თვითონ ქაოტური გამოდის რა. სიმშვიდე ჭირდება კულის. ეგ ერთი ეგ ცოტა მგონია რომ თვითონ შეგნების დონეც სასამაღლებელია მაგ მხრივ, იმიტომ რომ რაღაც ერთმანეთს გათვალისწინება ის ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე. სიტყვაზე აი გატარება, შემოტარებებიც ხო პრობლემატურია ხოლმე რა კულისებში. და ისიც რომ უნდა დააცადო ნომრის დასრულება ბოლომდე და მერე უნდა შევიდეს შენი ნომრი მოსამზადებლად უკვე კულისებში. ანუ სამზადისი იწყება რეალურად კულისებში, სანამ იქ მუსიკა ჩაირთვება და გამოცხადდება და რაღაცა უკვე კულისებში მზად არიან მოცეკვავები.
იმიტომ რომ ზუსტად ეგრე დამშვიდებულად დაწყნარებულად თავის პარტიაზე იფიქროს და არა იმაზე რომ აიმე ვიღაცამ უნდა გამატავოს და იქ ვიღაცას გადარბენა ქსენის უკან უნდა მოუაროს სცენას და შევიდეს და თუ იქ ანსამბლი დახვდა რომელიც ისე დროს ემზადება როცა ჯერ არ უნდა მოემზადოს რა თქმა უნდა აწყდება იმ პრობლემას რომ ვერ გაივლის თავის პარტიას ვერ მიუსწრებს და შესაბამისად ქორეოგრაფს უფუჭდება ცეკვა და ბავშვი რა თქმა უნდა ნერვიულობს იმასთან დაკავშირებით რომ თავის საცეკვი ვერ იცეკვა. რაც კიდევ ერთხელ ასაღნიშნია, დასწრება. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ქართულ ქორეოგრაფიაში ფესტივალებზე, როდესაც ვიცით ყველა თავისი შვილის ანსამბლი გამოვა და იცეკვებს. როგორც კი ბოლო ტაქტით დაისმევა 7-8 და ანუ იყიდებს ჩანთას და მიდის ეგრევე ბავშვთან რომ ან უნდა აჭამოს, ან უნდა გამოუცვალოს, ან დახედოს უნდა, რაიმე არ დარჩეს და ეგ არის ის რომ შემდეგი ნომერი თან ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, შემდეგი ნომერი ხო იწყება ავტომატურად, აი რაღაც 7 ან 10 წამია პაუზა, ხო, სანამ ერთი ჯგუფი გამოვა, მეორე გამოცხადა და გამოვა. იმ მშობლებს და იმ მაყურებელს უშლის ხელს როგორც გადაღებაში, ასევე ყურებაში. აი ძალიან ცუდია, კი, მაგაში გეთანხმები. მაგის კულტურა გვაკლია ცოტა და ასამაღლებელია და მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ვიდეოებითაც და რაღაც მსგავს თემაზე თუ ბევრს ვილაპარაკებთ, რაღაცები შეიცვლება რა და ცოტა საზოგადოების შეგნება მაგ ხრივ ამაღლდება, ანუ ეს არ არის პრინციპი იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე შეუგნებელია. უბრალოდ ამ ხრივ ცოდნა რო არ არსებობს, იმიტომ რომ ეხლა რომ იმის მესმის მოსულია, რომ თავის შვილს უყუროს რა, სხვა არ აინტერესებს რა სიტუაზე. ჩვენ კონცერტის დაწყებისას ვაცხადებთ და მოუწოდებთ მშობლებს, რომ დარჩით ბოლომდე. ყველაზე საინტერესო რაც არის ამ თითქმის ყოველი კონცერტის ბოლოს გვაქვს დაჯილდოება. რა თქმა უნდა, ერთი დიდი სიამოვნებაა დაჯილდოების ყურება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის და ქორეოგრაფებისთვის. იმისთვის, რომ შენი ანსამბლი ჯილდოვდება და შენი შვილის ქორეოგრაფი ჯილდოვდება. უნდა დაჯდე ჩემი აზრით და დაელოდო. რა თქმა უნდა, იმასაც ისიც მოქმედებს ამ ყველაფერზე, რომ არის ზოგჯერ დიდი კონცერტები. მე მესმის, რომ შეიძლება კონცერტში სადაც 40 ნომერია, სრულყოფილად ვერ დაჯდეს ვერავინ და ვერ უყუროს. მაგრამ როდესაც არის 20 ნომერი, სტანდარტულად როგორც არის რა, 20-22 ნომერი, ხომ შეიძლება დაჯდე და უყურო. ან თუ ბოლომდე არ შეგიძლია, რაღაც ნახევარი კონცერტი გაჩერდი, წადი მე შენ შვილს დახედე, დარწმუნდი რომ კარგად არის, ჩამოდი და ისიამოვნე შენ თვითონ. სხვისი შვილის კონცერტს. მან ცუდი არის კიდე ადგომის მომენტები რა, შუა ცეკვის დროს არც ერთ ვარიანტში თუ რაღაც საშინელება არ ხდება, ახლა მართლა ვინმეს რამე თუ აჭირეს, არ უნდა ადგეს. არც ერთი ადამიანი და არ უნდა გადაურბინოს წინ სხვას რა. შენ იცი, მე კონცერტებს ძირითადად ვიღებ. ან ვიდეოს, ან მეც ხშირად შენ ჩემს მინიმუმ ყოველთვის ვუღებ. არც ერთ ვიდეოს ვერ ნახავ ისეთს, რომ ვიღაც არ გადი გამოდიოდეს. ბოლო ვიდეო მსურდა ან უნდა ჩხუბობდე. ხო, ანუ ჩხუბობდე მესმის და ანუ თან ხვა ისმის. რამდენიმე კამერით ვიღებ და ხო დავაყენე ტელეფონი და ანუ რომ მოვედი და მორჩა ცეკვა და მე უყურებ ჩემი ანსამბლის ცეკვას, ხედავ რომ აი ხალხის კეფა გადაიღე ამ დროს. კეფა გადავიღე და ანუ ორი ქალი ლაპარაკობს და ეძებს ადგილს ჩემი კამერის წინ. აი სიგიჟეა. ნუ მაგას ხო ალბათ ხო მაგრამ ანუ ვფიქრობ რომ დროთა განმავლობაში და ჩვენი მოწოდებით არა მაყურებელი მაინც დაიხვეწა მე ესე ვფიქრობ იმიტომ რომ ნაკლებად მაგრამ ჩვენ ხო გაუმაძღარი ხალხი აში უფრო მეტად ისწავლა მაყურებელმა მაგალითად გამოხატვა ამით რომ რაღაც დაფასება არის როცა მოცეკვავეს და ნომრის ბოლოს ზოგადად ტაშს უკრავ თუ მოგეწონა ცხადია ხო თუ არ მოგეწონა საშინელად თუ იყო შეიძლება არ დაუკრავდე კულტურის გამო კიდე შეიძლება ირაოზე გითხარი ახლა სტუდენტური ანსამბლი რომელიც ნუ ახალია რეალურად 2 წლის გამოდის? არასრული 2 წელია. ხო, პრინციპში. ირაო ალბათ დაიწყო, საიდან დავიწყეთ, ხო? ხო, აი რა თქმა უნდა ისე. ნუ ერთი ის არის, აი რომ ცოტა დიდების ანსამბლია ესე და სტუდენტური ანსამბლია, ცოტა დიდებია. სტუდენტური გასაგებია საიდან ქორეოგრაფთა კავშირის სტუდენტებიდან მოდის ეგ ამბავი. მაგრამ როგორ შეიძლება არსებობდეს დიდების ანსამბლი ისეთ ეპოქაში, სადაც ძალიან დიდები კაციჭამი ანსამბლები არიან რა, ეხლა ხო იცი რა, დიდი ბუმბერაზი ანსამბლები, დიდი ისტორიით, დიდი შემადგენლობით, დიდი შესაძლებლობით და ამ დროს შენ რაღაცა გინდა რომ ეს შენ კარგი ამბიციები გაქვს, ხო, კარგი დიდების ჯგუფი ყავდეს. არა, შენ სწორად აღნიშნე და სწორად ურტყამი იმ ადგილებს, რაზეც მინდა მელაპარაკი და რატო.
დაიწყო იქიდან რომ აი საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს აქვს ინსტიტუტი, პედაგოგ ქორეოგრაფთა ინსტიტუტი, სადაც ყოველწლიური ესე ვთქვათ გადინება 1 და 2 წლიანი კურსია. ბავშვები, რომლებიც სტუდენტები მოდიოდნენ, სწავლობდნენ და ამთავრებდნენ, თბილად ვემშვიდობებოდით და მაგით მთავრდებოდა ჩვენი საქმიანი ურთიერთობა. ერთხელაც, შევხედეთ, კარგი ნაკადი იყო, მოდი ვთქვათ, რომ მაგანაც იმოქმედა, რა თქმა უნდა. კარგი ნაკადი იყო და ვფიქრობდით, რომ კი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს უნდა ყოლოდა საკუთარი ანსამბლი. ერთი რეპეტიცია, ორი რეპეტიცია სატესტოდ ვცადეთ, პატარა ვიდეორგოლიც გავაკეთეთ და ესე ვთქვათ, გაგვივარდა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ბევრი დაგვიკავშირდა, ბევრმა დაგვირეკა, ბევრმა იკითხა და მას შემდეგ დავიქოქეთ, მოდი ჟარგონულად ვიტყვი. დავიქოქეთ და მას შემდეგ აღარ გავჩერებულ ვართ. არის, რა თქმა უნდა, იქ ლექციები ტარდება პრაქტიკული, რის შემდეგაც ვიწყებთ ირაოს რეპეტიციებს. იდეა იყო კიდევ იმის გამო, რომ მესმის იმ კაცჭამია და ბუმბერას ანსამბლებზე, რაზეც შენ ისაუბრე, მოთხოვნა დიდია. ანუ ჩვენ დიდი სფერო ვართ, ქორეოგრაფია, მოცეკვავე, ძალიან ბევრი კარგი მოცეკვავე ყავს. ისეთები, რომლებიც არც შენიცი, არც მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა. ვერ ხვდება უბრალოდ ის ადამიანი. იმიტომ რომ კონკურენცია სერიოზულად დიდი. კონკურენციაც რომ არ იყოს, რაღაც რაოდენობა ხო აქვს ანსამბლში. ხო, ანუ არსებობენ უკვე იქ ანსამბლში და ფიზიკურად მაშინ უნდა გაუშვან რაღაცა. ხო, ანუ სხვა შემთხვევაში უწევთ სტაჟიორებში ცეკვა უსასრულოდ ვიძახი, მანამ სანამ ვიღაც ძირთადი ანსამბლიდან არ წავა. იქ გოგოებში უფრო დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ხალები უფრო დიდასაკამდე ცეკვავენ ზოგადად. კი. და ის ზუსტად მაგიტომ ადამიანები, ვინც ჩემი აზრით ყავს ჩვენ ანსამბლში ბიჭები და გოგონები, ვინც აუცილებლად სახელმწიფო ანსამბლში უნდა ცეკვავდნენ, ჩემი გადმოსახედიდან. მაგრამ არ არის რესურსი რომ მიიღონ იქ და რატო არა? დიდებთან ერთად ცეკვა კომფორტია ჩემი აზრით რა. ორი სეგმენტია ძირითადად საქართველოში, რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე ანსამბლი, ვისაც დიდები ყავს, მაგრამ ორი სეგმენტია. არის ტოპ სახელმწიფო ანსამბლები და არის საბავშვო ქორეოგრაფია. აი ამ ორ შორის აუცილებლად ვფიქრობდი, რომ გჭირდებოდა ერთი დამატებითი ანსამბლი, მოდი ესე ვთქვათ, კიდევ ერთი ანსამბლი, რომელიც გააერთიანებდა იმ მოცეკვავეებს, რომლებსაც ცეკვა სიგიჟემდე უყვართ. შენი აზრით არის თუ არა საერთოდ შესაძლებელი? რომ სიტყვაზე საკმაოდ დიდი სახელი მოიხოჭოს ირაო მინიმუმ საქართველოში მაინც ცნობადობის კუთხით, რომ აი ირაო მოდი აქ მინდა რომ შევიდე. დაშვების დონეზე არ ვფიქრობ მაგ ყველაფერთან დაკავშირებით, კი აუცილებლად გაიცნობს ირაოს საქართველოს და არა მარტო საქართველოს. აი, მცირე ტექნიკური ხარვეზი გქონდა, არა, დავბრუნდით ისევ და საუბრობდით ირაოზე და ქორეოგრაფთა კავშირზე და იმის რო ტრადიციებს აგრძელებს და ამბავი და კი, როცა დავჯექით ჩვენ და ვილაპარაკეთ რატომ ირაო და რატომ ეს მიმართულება. იდეაში ქორეოგრაფთა კავშირის მთავარი მიზანი არის ტრადიციების დაცვა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ეს. ამიტომაც თუ ჩვენი მაყურებელი ადევნეს ირაოს ქორეოგრაფიას თვალს, იქ ნათლად ჩანს თანამედროვე იდეა ტრადიციულ ქორეოგრაფიასთან შერწყმაში როგორ არის. აი, სვანურზე უჭველი უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ანუ ვისაც არ აქვს ნახი უყურეთ. სხვა შორის მე ვარ ამ ცეკვაში. ბიჭო, ძალიან კაია რა, ჯერ იდეა რო თქვი, რომ ლამპრები უნდა ავანთო. მე ნახევრად სვანი ვარ. და ჩემი სვანია და ხა ლამპრობაზე არაერთხელ ვარ დამყოფი და ძალიან ისეთია რა, ხა სვანებისთვის ძალიან საკრალური ამბავია და ძალიან მაგარი რაღაცა, სხვა თემაა რა ლამპრობა. ეგრო ცეკვაში გამოიტანე, აი ძალიან გამისწორდა რა. მაგის ინსპირაცია იყო სხვა შორის მე დმანიში მუშაობ ქორეოგრაფიულ ანსამბლ მართვეში და ძმანიში ბევრი სვანია. იქ აფრასიძეები. მარიამ ტატიშვილი, ვინც არის ანსამბლის ხელმძღვანელი, მისი მეუღლეა ოჯახის წევრი და ოჯახმა დამპატიჟა ლამპრობაზე. ეგ ძალიან დიდი პატივია, იცი ალბათ შენ, რომ ოჯახით პატიჟებს ლამპრობაზე, შენს სახელობით ლამპარს. შენი ლამპარი გააქვს და მთელი თან გიგეთებენ და აგაქვს. ანუ იმდენად შთამბეჭდავი იყო აი გამთენიისას
აი მზერო ოდნავ შემოდის, აი ცარო ნაცრისფერი და ცისფერი ერთად ხდება. თან თოვლი იყო მაგ პერიოდში. და ეს რო გადავხედე ირგვლივ და ყველა ლამპარი რომ მიდიოდა ცეცხლანთებული ერთ მთაზე და ერთ დიდგროვა და უმაგრესი სანახაობა იყო, შოკში ვიყავი, ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. და მაგ პერიოდში მე და გვანცა საუბრობდით, გავაკეთოთ ცეკვა, სვანური ცეკვა დავდგათო და თუ არა ლამპრობა ახალი შთაბეჭდილების ქვეშ აღარ. და იდენტურად, ჩემი აზრით, იდეალურად გამოვხატეთ ცეკვაში ლამპრობის ტრადიცია, თავის ხილით. იქ მახშვის ჩანს, რაც ძალიან ისეთია. მახში, როგორც ოჯახების დალოცვა, იქ ჩვენ რეკვიზიტად გვაქვს გამოყენებული რაკი. კი და სანური ქუდით, რომელიც სასმელებს გამოიყენება და ქუდით სვამს მახში და ბოლოსაც, რა თქმა უნდა, როგორც იწყებს, მახში ამთავრებს ცეკვას. მოკლედ სანახავია აუცილებლად თუ იმას არ გინახავთ? ერთი დიდი პრობლემაა უბრალოდ რა, ჩვენ ეს ცეკვა კი ვიცეკვეთ არაერთხელ, მაგრამ აი დარბაზებში ცეცხლის დანთების პრობლემის წინაშე დგავართ. ანუ განა ისა მანათობელი ჩირაღდანი რაღაცა კი ნამდვილი ცეცხლიანთია. ცეკვას რო უყურეთ სერიოზულ მართლა ცეცხლი გვიჭირავს ხელში და დიდი შანსია რომ ფარდას გავუკიდოთ და დაუწვათ ხელა. ამიტომ როცა მაგ ცეკვას ვცეკვავთ, სრული მობილიზაცია კულისებში, უბრალოდ ვიცით ვინ ვის გამოვართმევს ლამპარს, როგორ ჩაქრება და ასე შემდეგ. ანუ წყლები და თელეთები შეგიძლიათ შვიდად იყოთ, არაფერს დავწვავთ. უბრალოდ იცით როგორი ცეკვა ხშირად ვერ იცეკვებ. ხშირად ვერ იცეკვებ. და ან ღიაცის ქვეშ გარესცენებზე გაიქნება, ოღონდ ღამით უნდა იყოს. კი, ჩვენ სხვათა შორის იდეა გვაქვს ესეთი და ამაში რა თქმა უნდა შენც დამეხმარები. ლამპრობა უნდა ვიცეკვოთ სვანეთში, რაც უნდა გადავეღოთ. აუ მე მახსოვს სხვათა შორის რომ შებინდებისას ან გამთენიებისას. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი მე რომ მოვისმინე ეგრევე ძალიან მომეწონა ეს იდეა რა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი იდეაა და რეალურად ეს ნახე შეიძლება რაღაცა იდეა არ მიიღო ქორეოგრაფიაში, როცა ტრადიციულ რაღაცას ხაზს უსვავს რა და არ გამოხატავს მაგალითად იმ ადათებს, რაც იყო და რაც ქართველებს მოუდგამს რა. მაგრამ ეს სვანების ჩვეულებრივი ტრადიციაა ლამპრობა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებენ და ასრულებენ და ამის სცენაზე გამოტანა და გამოსახვა თითქოს ძალიან კაი და ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა უნდა იყოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იყო რაღაცა ბრძოლები შენთან მართალში, რომ ეს არ გაბედო და რასაკეთებ და არ დავასახელებ ხა საიდან და როგორ, მაგრამ მახსოვს რომ მაგაზე იძახთი, რომ მართლა მე ვინმეც უკმაყოფილო არ დარჩეს და რაღაც არ ეწყინოთ. იცით რა, ალბათ შიშის ფაქტორიც არის. მე ზუსტად ვიცი, ჩემზე 100 ჯერ და უფრო მეტჯერ განათლებული ხალხი მყავს გვერდით. იგივე მეგობრები, თანამშრომლები, პროფესორები და რა თქმა უნდა ყველას რჩევას ვითვალისწინებ აბსოლუტურად. უბრალოდ მინდა და მჭირდება არგუმენტი რატომ. ან თუ ვიღაცა მეუბნება რომ არა, ეს არ გააკეთო. ოკეი, არ გავაკეთებ, ოღონდ რატომ? არ მქონდა იმის არც მიზეზი, არც საბაბი და არგუმენტი რომ ანუ ლამპრობა სცენაზე არ გამეტანა. დიდი სიამოვნებით გავაკეთე ეს და ამაყივარ როგორც ჩემი თავით, ჩემი გვანცათი, ჩემი ანსამბლით და თითოეული ანსამბლის წევრითა და იმ ადამიანით, ვინც გვერდში დაგვიდგა. ხო, კიდე ერთი რამ, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ანსამბლებში, ცოცხალი მუსიკა. კი. ძალიან ბევრს მუშაობთ მაგ მიმართულებით და ძალიან ბევრი შრომა გვიწევს როგორც ჩვენ ქორეოგრაფებს, ასევე მოცეკვავეებს და მუსიკოსებს. ვინც უშუალოდ ამ პროცესში არ არის ჩართული და სცენაზე მხოლოდ ლამაზ ნომერს უყურებს, იმის უკან ძალიან დიდი შრომა დევს, ამ თუნდაც იმ 4 წუთიან ცეკვას დაახლოებით ჭირდება 10 ან 15 3 და 4 საათიანი რეპეტიცია, რომ ანუ ჯერ გამართო ტექნიკურად, მერე გამართო მუსიკალურად და მერე კოსტიუმირება და ეს ყველაფერი გააკეთო. ჩვენ ახლა ბოლოს რო ვიცეკვეთ ლამპრობა. თან იმის უფუნება უნდა გქონდეს, რომ ყველა რეპეტიციაზე სრული შემადგენლობა ყავდეს. რა თქმა უნდა და ჩვენ ბოლოს რომ ლამპრობა ვიცეკვეთ, გახსოვს ალბათ დავამატეთ ჩვენი გოგოები გვიკეთებდნენ მუსიკალურ აკომპანიმენტს, ხო, რაც კიდევ ერთხელ და მახში კითხულობდა ლექსს, რა თქმა უნდა. როგორც
სამწუხაროდ ეგ არის მიკროფონში კარგად არა. დაგვიჯერეთ სიტყვაზე გვენდეთ. სიტყვაზე გვენდეთ რომ ეზაკეთა და მახში ხარვეზი იყო. ოჯახებს ძირითადად ოჯახს. ეს ჩვენი ქორეოგრაფიული ოჯახია და სრულიად გამართულია ტექნიკურად ეგ ნაწილიც. თავისი ოჯახი დავლაც. ეგრე რომ მივიღოთ, ნუ. და არა მარტო სვანური ლამპრობა, უამრავი ცეკვა, რომელიც ჩვენს რეპერტუარში არის და იქნება, არანაირი კუთხით არ იქნება გადახვევა იმ ქართული ტრადიციების. მე ვიცი და ძალიან მომწონს თანამედროვე ქორეოგრაფია, ოღონდ მაშინ, როდესაც არ ქვია იმას ქართული პროგრამა. კაი, აი მაგას შევეხოთ, მოდი. ვისაუბროთ მაგ თემაზეც. დღეს ახლა ჩემი აზრი რო გითხრა და ალბათ სწორი აზრიც არის, ყველაზე ავთენტურ ცეკვებს ვინც ინარჩუნებს, დიდანსაბრებზე მაგ საუბარი, არის ერისიონი. მაინც რა, რო შეხედო, ეგ სრულ პროგრამას თუ გადახედავ კი, მეორე კუთხით რო შეხედო, სუხიშვილიც. როდესაც გაძლევს სრულ პროგრამას და გიყოფს ორ ნაწილად, ანუ გიყოფს იქ შენ ტრადიციულ ქართულ ქორეოგრაფიას, რაც იყო და არის და არ ეხება და მეორე ნაწილში გთავაზობს ახალ ქორეოგრაფიას. თანამედროვე სტილს, რაც სრულიად მისაღებია და მომწონს. არა, ჩემსაც მისაღებია, მე მაგაზე არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ რაღაც მომენტში ეგ ხო არ გამოსახავს გაიგივებას, რომ თითქოს აი ეს თანამედროვე სტილი არის ის ტრადიციული, რაც აბსოლუტურად სხვა. მაგორი რაღაცის მაგორი რაღაცის გაერთიანება ჩემი აზრით არ შეიძლება. რაც ახალი ქორეოგრაფია, ჩემი აზრით, ახალი ქორეოგრაფია ისმინება. ან დიდი სიამოვნებით ყურსასმენში თანამედროვე ქორეოგრაფია, ნუ დღევანდელ სახელმწიფო ანსამბლებში რაც კეთდება, ცეკვას რომც არ უყურო, დიდი სიამოვნებით მოусმენ. არა, ისედაც ძალიან კაი შოუა რა, ეს ესთეტიური ძალიან კაი სანახავია. უბრალოდ ზუსტად უნდა იცოდეს შეიძლება გასაყიდი პროგრამა ვიღაცისთვის შეიძლება უბრალოდ თანამედროვე ქორეოგრაფია, უბრალოდ მაყურებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ქართული პროგრამა არის ეს თანამედროვე ქორეოგრაფია და ის ტრადიცია იქ დაცულია, აქ რაღაცების დარღვევა შეიძლება. იმიტომ რომ უბრალოდ ქართული ტრადიციული ცეკვა არ ქვია. ვერ იქნება უბრალოდ ფიზიკურად ეგ ტრადიციული ცეკვა. მაგრამ აი ნახე სრულ პროგრამაზე მაქვს საუბარი რა. რამდენიმე წლის უკან იყო, მოკლედ ერთ პერიოდში მოუწიათ ზუსტად ბაჩანას აფხაზეთს, ერისიონს და სუხიშვილებს, აი ძალიან ახლოს ჰქონდათ კონცერტები რა ფილარმონიაში. კიდე იმასაც ჰქონდა. ნუ მოკლედ ერთ პერიოდში იყო არსიანიც იყო მოგონი ჩამოსული თუ არ ვცდები და რაღაცა, ნუ ერთ პერიოდში იყო რა, რაღაცა კონცერტები დაემთხვა რა და ყველაზე ვიყავით წასული, აი საერთოდ ყველაზე ავესწარი რა. მოდი აი მარტო აფხაზეთის სუხები და ერისიონის ეფექტები რო გითხრა რა, აი ხო ყველაზე აღტკი, აი ყველა მოგწონს რა, ეხლა ვერ იტყვი რომ არ მომწონს, თუ ეს რა არის, აი ვერც ერთზე ვერ ძალიან მოგწონს ყველა რა, ყველა ვარიანტში რო უყურებ, აი ძალიან მაგარ სიამოვნებას იღებ. მაგრამ ჩემთვის აი ერისიონის კონცერტზე რაღაც მიმართება, აი შენ ონ მართლა ცოტში ვიძახი რა, ის რაღაც სისხლი რო უფრო მეტად ჩქეფარე ხდება და რო გონია რომ მაგ მომენტში აი ყველას დამარცხება შეგიძლია, იმიტომ რომ აი მე ვარ ეს და ეს ჩემი გენია და ჯიში და რაღაც მე ქართველი ვარ და იმიტომ აი ესა ვართ ჩვენ და რაღაც აი სხვანაირად აიგივებ რა და აი რაღაცა იმას გაძლევს მუხტს სტიმულს არ ვიცი რა ქვია ნაპერწკალს. შედარებითია, სიმართლე გითხრა ესე ცალ-ცალკე ანსამბლებზე არ მიფიქრია, მაგრამ ხო ანუ საბედნიეროდ საქართველოში ძალიან ბევრი სახელმწიფო ანსამბლი ყავს, რომელსაც უბრალოდ უნდა დაждდე უყურო და ისიამოვნო რა. ეგ ყველა ვარიანტში, აი აბსოლუტურად მართლა ყველას გირჩევთ იმენ, აი ყველას თავიდან ეგაა რომ ყველას თავისებური ნიშა აქვს რა და სტილი და ძალიან საინტერესოა იმისა, რომ ძირითადად სახელმწიფო ანსამბლების პროგრამა ზეპირად ვიცი. ანუ იმდენჯერ ვარ ნამყოფი, იმდენჯერ ვარ ნამყოფი, ხო აი შეიძლება მოცეკვავე რომ დააკლდეთ ჩაებათო. არ მწყინდება, ანუ ყოველ ჯერზე როცა ბილეთები იდება და დრო მაქვს და საშუალება, აი დიდი სიამოვნებით ვყიდლობ და იგივეს უყურებ. უფრო მაგარს გეტყვი. ანუ ეგ ხო არის ხოლმე რამოდენი 2 დღიანი, 3 დღიანი ისინი რა, მიყოლებით ხდება ხოლმე და ძალიან საინტერესო არის. აი სამივე დღის ბილეთები თუ გაქვს. აი ძალიან მაგარია რა, ყოველი ცეკვა მაინც ინდივიდუალური და განსხვავებული გამოდის რა. იმ დღეს შესრულებული სხვა არის ვიდრე წინა დღეს შესრულებული იყო. ეგ სხვადასხვა ეფექტი მითითებს იმისთვის ინდივიდუალიზმზე და მოცეკვავე რომ სიამოვნებას იღებს თავისი ცეკვით. სოლისტებსაც აი ზუსტად იგივე, ზუსტად ვიცი რასაც ამბობ, ეხლა მქონია მეც ეგრე და სხვადასხვა დღეს სხვადასხვა პარტიას ცეკვავს.
ანუ ტესტავს და საუკეთესოს იტოვებს რა. ეგ რეპეტიციაზე მაგას ვერ გააკეთებ. თუ კონცერტზე არ გაიტანე და არ გატესტე იქ, ის ეფექტი თუ არ მიიღეს სიამოვნების ისენი და თან იხს ხო იცი ახლა როგორც არის ტაშს ელოდები რა, რომელზე უფრო მეტი ტაში მოდის რა, მაყურებელს რომელი უფრო მოსწონს. ასე რომ ხო, ჩემი რჩევაა რომ აუცილებლად არ გააცდინოთ ჯერ რეპეტიციები, მაგრამ სახელმწიფო ანსამბლების კონცერტები არ გააცდინოთ, იმიტომ რომ მაინც ქართველ მაყურებელზე დგას ჩვენი სახელმწიფო ანსამბლები რა და ყოველთვის საქართველოში კონცერტი მათთვის უფრო საპასუხისმგებლოა და კრიტიკოსებით რა თქმა უნდა უფრო მეტი. ნუ უცხოეს აღაფრთოვანებ მაინც ყველაფერი. რაც არ უნდა გააკეთო, ეხლა თუ რა თქმა უნდა ეხლა ცეკვა არ გააფუჭე, ცუდად ვერ იცევა უცხოელისთვის, მაგრამ საქართველოში ანუ თან რა არის, იცი? ქართველი მაყურებელს ააყენო რა მთელი იმით შემართებით, აბალეში ესე იგი ძალიან მაგარა აკეთებ რაღაც, სწორად აკეთებ რა. თუ არა დაждდება უბრალოდ და ანტაშტა კრასან გაჩერდება არ დაუკრავში რომ იყუროს და საო გითხრა. ცერათითი აგიწიოს რა. მაგრამ აი მე მინახავს ხა კონცერტებზე რომ თქვენ გენაცვალეთ და ეს კაცები რო ფეხზე არის წაავტარებ და რა მთელი ჟინი დაამბავი რა და კაჭავს ხო დაჯექი. და ეგ ძალიან მიყვარს რა ეგ პროცესი მაგრამ кайფო. ასწორეს. კაია. საერთოდ რა არის იცი? მე მგონია რომ პოპულარიზაცია მაინც აკლია ქართულ ცეკვას რა. ძალიან ბევრი იმდენი მნიშვნელოვანი და რაღაცა ნახე ფეხბურთი, UFC, ჭიდაობა, ოლიმპიადა, ნებისმიერ სფეროს ისე დონეზე ვაშუქებთ და ისე დონეზე ვუსვავთ ხალხს და ვაფიშირებთ, რომ თითქოს სადღაც გვავიწყდება და გვრჩება ის, რომ ცეკვაში და სიმღერაში ძალიან მაგრები ვართ, ფოლკლორი ძალიან მაგარი გვაქვს და იცი როგორ გვაქვს თითქოს აი ეს ვიცით ხო, ეს ესე უნდა იყოს და ანუ ამას ხალხს აღარ უსვავთ რა. არა და რეალურად დღესაც ძალიან ბევრ მაგარ სცენაზე, ძალიან ბევრ მაგარ დარბაზში ქართული ფოლკლორი გადის და პირდავრჩენილი უცხოელები უყურებენ და საქართველოს სახელი ძალიან მაგრაწაა მიაქვთ თან რა. მე ვნახე ეგ შენ გააკეთე. რაც გააკეთე Facebook-ით ვნახე და მოიწონე კიდეც და აღუნიშნე ცა. ის ლასკალას შესახებ რაც იყო. ლასკალას შესახებ. კი, შენ, მე, ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ ეგ ყველაფერი სააშკარაოზე. გავა რაღაცა 6 თვე, 1 წელი და ყველას დაავიწყდა. აუ, სოხეშვილებმა ლასკალაში წეკოს მე რა, რას ქვია მე რა? ანუ ხო, ვაფშე არ არის მე რა. ძალიან მაგარი როცა 14 ჯერ თუ 18 ჯერ ფარ დაიწია მე რა. აი რა. ანუ თან, ნახე, სუხებსაც ერისიონსაც ძალიან ბევრი მას რა, ძალიან ისეთ დარბაზებში და ისეთ სცენებზე აქვს ნაცეკვი. აი, რავი რა, მეტროპოლიტენი როცა ნიუ-იორკში დგახარ და ძალიან მეტროპოლიტენი სცენა. თამასა დაიდო თავის დროზე, რომელსაც ხო და რაღაც მივიღეთ რომ ეს ესე უნდა იყოს თითქოს და აღარ უსვავთ, აღარ ვაფიშირებთ რა. მაგრამ მაგ ხალხს შორის ძალიან მოწონს ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში რომ მონაწილეობენ მოცეკვავეები როგორც ვარსკვლავები რა. ეგ ძალიან აი მაგ პროექტს ბრავო მაგისთვის. არიან, არ არიან. კარგად უსვამს. ანუ ეგ არის თავისი ანსამბლის ვარსკვლავი, ხო? ანუ ტოპ ტიპი ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში რა. რატო არა ქალაქში განარამდენია ეგეთი. მაგრამ მაინც გონია რომ ჰაიპი აკლიათ მოცეკვავეებს რა. იმიტომ რომ ბევრი ძალიან მაგარი მოცეკვავია ისეთი რომ აი თუ ამ სფეროში არ ხარ არიცი. ხო, თუ არ გაინტერესებს არიცი და ანუ ნახე მე ფეხბურთი არ მეყვარს. აი ესე არ ვძივარ და არ უყურებ რა. არც UFC არ მაგრამ იცი. მაგრამ ვიცი და ვუყურებ კიდევაც როცა ქართველი მონაწილეობს რა. ხო ხტები ანუ ეს მისწორდება რა. და აგერ გაქვს ზო ყურიზირში რა. სულ გაქვს და სასთავი დაანებე შენ რო გკითხო ხა უცებ 10 მოცეკვავეს ჩამომითვლი მეც ვერ. როცა ხო შეიძლება რავი ტოპ მოცეკვავი. ძალიან მაგრები თან, აი ძალიან ფრინავი ხალხი იმენა. ხო და ის პოპულარიზაცია ისევ მანდ მივდივართ. ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ანუ ვერ მოთხოვე. კი, აი მაგას გითხრა. რა იცი რა კენი გააშუქე. არ მოგწონს რომ მივიწყებულია ადექი და გააკეთე. მაგას ვიმსახურებით. ზუსტად და ანუ აღნიშნა მინდა სანამ სხვა თემებს შევეხებით. საიტი რაც გაკეთდა და AdaTG. უკვე კი AdaTG. მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება და როგორ ხდება იქ. მინდა რომ უბრალოდ თქვენც გაგაცნოთ რაში მდგომარეობს საიტის ფუნქციონალობა და პრინციპი. ну რაშიც ახლა რა თქმა უნდა გიორგიზე კარგად მაგას ვერავინ აგვიხსნის. უბრალოდ მე როგორც მხარდამჭერი გიორგისიც და საიტისიც და თანამედროვე ქორეოგრაფიის კი ჩემი აზრით სწორი მიგნება და იდეალურად გაარტყი ეგ ამბავი, იმიტომ რომ
ვრცელადიან პერსპექტივაში თუ არ იქნება დღეს ხვალდაზე, 6 თვეში თუ 1 წელში, მაინც სისტემურად უნდა გადმოვეწყოთ პროცესია ხეხი აუწყოთ თანამედროვე საუკუნეს ყველა ვარიანტში და ამიტომ მე მესმის რომ ჩვენ ბევრი დიდი მრევლი გვაქვს ქორეოგრაფების ანსამბლების, მაგრამ ერთ-ერთი არა პირველები ვიყავით მგონი ვინც შემოვიდა და ათვალიერა და საკუთარი ფესტივალიც განათავსა. რაში მდგომარეობს ახლა საიტის აზრი? მე გეტყვით გარეთვალით სიამოვნებით ვისმე. დეტალურად ხო გიორგი გვეტყვის ალბათ მაგასთან დაკავშირებით. კომუნიკაცია. რაც ყველაზე მთავარია ქორეოგრაფს და ორგანიზატორს შორის ამ შემთხვევაში. კი. არ იცი როდის გვაქვს ფესტივალი. არ გინდა დამირეკო. ანუ შედი ადათიჯიზე და თვალიერე ფესტივალები თარიღების მიხედვით, საათ, როდის, რა გაიმართება, გადახედე პირობებს და სხვა შორის საიტიდანვე შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ფესტივალი. გააკეთოთ ჯავშანი რეგისტრაცია. არა მარტო, კიდე რაც ნახე მე ჩვენი ანსამბლის დავარეგისტრირეთ. შეგვიძლია ავტვირთოთ ანსამბლი, შემოვიდნენ სხვები და ათვალიერონ, გაეცნონ აი ინტერფეისზე მუშაობა ხა სხვათა შორის. საკმაოდ მალე ჩაეშვება რა დიდი ალბათობით. ზოგადად ფინანსებთან არის ყველაფერი დაკავშირებული ხა რეალურად რა. მოდი იმაზე ვიტყვი ვაფშე საიდან წამოვიდა იგი შენ კი იცი პრინციპში ნათქვამი მაქვს რა. ჩემი ცოლიც და მისი ოჯახიც დიდგანვე 20 წელზე მეტია მართლა იმაში არიან რა ქვია ამ სფეროში არიან და გოჩა ჩემი სიმობრიდან მოდის ეგ ამბავი და მისი შვილებიც აქტიურად ჩართულები. სიარო. და ჩართულები არიან აქტიურად ამ ამბავში და ნუ პრობლემა რა, რაღაცა რომ მოაგვარო ამის პრობლემა უნდა არსებობდეს და დაიჭირო რა პრობლემის არსი. ეხლა მეც ჩართული ვარ მეტნაკლებად ორგანიზებაში რაღაცეებში, ჩახედული ვარ ამ სფეროში. ნახე ჩვენით ვაორგანიზებთ ხოლმე ძირითადად გასტროლებს რა. მაგიტომაც ძალიან მაინტერესებს ხოლმე ეს საორგანიზაციო პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენს მაგ ამბავში ვართ რა რეალურად. ხო, პრობლემები არის. ნახე, რო ვაორგანიზებდით, ბაკურიანში გვაქვს წასვლა, სასტუმროსთან შეგვეცვალა რაღაცა პირობები რა, მოკლედ და მოგვიწია თარიღის გადაწევა, შეცვლა. შესაბამისად, კონცერტი როცა დაგეგმილი გქონდა, იმ დროს აღარ გამოდის. ანუ სხვა თარიღში უნდა მოვუძებნოთ ეხა კონცერტი რა. შემოვიდა თავსატეხი, რომ ნეტა ვის აქვს მაგ დროს იქ სადმე სადღაც ხო ხდები. ძალიან პრობლემატური რა. და წავიდა ეხლა როგორც ტრადიციულად ჩათებში, ჯგუფებში, სატელევიზორებში, აბა უჩა შენ ხო არ გაქვს, აბა ის შენ ხო არ გაქვს, ხო ხდები. ხო, როგორც არის ხომ. დიდი ეს ამბავი და მაგ დროს ჩემი ცოლი იძახის, რომ რა იქნებაო იყოს რა კალენდარიო, რომ შეხვიდეო და ნახო ამ დროს ვის რა აქვსო რა და ბიჭო გავაკეთოთ თუ არ არის აქ არავა და გავაკეთოთ მეთქი რა ეხლა და ანუ აქედან წამოვიდა რეალურად და დავკოქოთ და შევასხათ ფრთები რა და მე სხვა ქორეოგრაფებთან და ორგანიზატორებთან რო ვისაუბრე კი კაია რა არის საჭიროება მართლა არსებობს რა სეგმენტი გააჩნია რა თქმა უნდა პროცესი არის გადაწყობის რა მაგ სტილზე ხო დაკოქვა არის დაკოქის თემა არის ხო იმიტომ რომ ანუ ყოველთვის იყო და იქნება ის სეგმენტი ქორეოგრაფებისას სიახლეების ხო სიახლებთან მომყოლობებს არა აქვს ვინც არ შემოვა საიტზე და ურჩევნია პირადი კომუნიკაციით მოაგვაროს იმას უფრო ენდობა რომ დარეკოს და დანარეკს ენდობა და არა ის რომ სადღაც წაიკითხოს მაგრამ ანუ ძალიან დიდი კომფორტია კიდევ ერთხელ აღნიშნავ მაგას რომ ადამიანი შემოდის საიტზე ნახულობს შენს ფესტივალს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ნდობა უნდა მოიპოვო შენი მომხმარებლის რომ შენ საქმესაც ამარტივებს ორგანიზატორის საქმეს იმიტომ რომ შენ ეს პირობები რაც უკვე იქ აღწერაში გაქვს მითითებული სიტყვაზე რა სახის დიპლომია თუ რა სახის მედალია თუ რა არის ეს ყველაფერი ფოტოების სახით და აღწერაში მითითებული გაქვს რო გირეკავს ის ქორეოგრაფია ამას ცალ-ცალკე აღარ უხსნი და მზად არის და გირეკავს ხო მაქვს იქ და ხო იცის რომ უკვე უნდა რომ გამოვიდეს და მაგიტო გირეკავს რა არა ძალიან დიდი კომფორტია. და თან ნახე რა შეუძლია ნახოს იქ ვინ არიან მონაწილეები რა ეხლა მაგალითად ჩემთვის პრივილეგია არის რაღაც რომ იმაზე საუბრობდით რა მაგალითად ეგ მოსაწონია რომ ვიცი რომ ჩემი მეგობარი ანსამბლი გამოდის
ანუ იმასთან კი არ რეკავ ყოველ წუთას რომ შენ ხო არ მონაწილეობ შენ ხო რა არ თქმა უნდა. იქ ნახე რომ მონაწილეობს და მოდი რატო არა რა ორი კონცერტია ერთ დღეს და მეც იქ გამოვალ სადაც ეს მონაწილეობს რა. ყველას ქონია ეგ მომენტი რომ ამოწმებ რა კითხულობ ამა თუ იმ ვინები კონცერტზე ვინ გამოდის და რატო. ყველას ყოლია და ყავს ძლიერი და სუსტი ჯგუფი. კი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია და ყავს მიდიხარ ფესტივალზე ძლიერი ჯგუფით, რა თქმა უნდა გჭირდება იქ ძლიერი ანსამბლები. გადახედავ შენ შესაფერისი ფესტივალი რომელიც იქნება, რა თქმა უნდა ჩაეწერები იქ რომ გირჩევნია უდიდესი კონკურენცია იყოს და ანუ შენ არ იყო ერთადერთი გამოკვეთილი ხო, ან ძლიერზე და სუსტეც არა, ხა დიდების და პატარების რა კურსების მიხედვითაც ხო არის ხა შენ რო გამოკას ვიყავ მეორე კურსელი და იქ რაღაც ანსამბლის ხალხი არის ან პირიქით ცოტა ისეთი თემაა რა. კი, ჩვენც ქონია ეგ რომ მოგწევია პატარებთან ერთად ცეკვა და ანუ რა თქმა უნდა და მოგწევია სახელმწიფო ანსამბლებთან ცეკვაც და ძალიან დიდი განსხვავება, უფრო დიდი мотивაციით ხარ და უფრო აღტკინებული ხარ რა შენ წინ რომ ჯგუფია, ყველა რო ცოცხალი მუსიკით არის და იცი რომ რეალურ კონკურენციაში ხარ ჩაბმული და ვიღაცას მართლა უნდა აჯობო რა. ანუ აჯობო იმ მხრივ არა რომ ვიღაცა ხელი გადაუწევ. უბრალოდ კაია რა. ვინ გამოთ არის ცეკვებ, კი. და ხო, ანუ აჯობნა მანდ არის ტაშზე რა. ანუ შენ უფრო მეტად ცდილობ ინდივიდუალური მოცეკვავეს და გუნდიც რომ რაღაცა ისე გააკეთო, რაც აქამდე არ გაიკეთები, ან რაც სხვას არ გაუკეთებია, რომ მეტი ტაში მიიღო რა. შენი მშობლები არ არიან. შენი მოყვანილი ხალხი არ არის. ძირითადად ნეიტრალური მაყურებელია და ის ყველაზე სწორად განსჯიან შენს რეალურ ტაშს დაგიკრავენ თუ გეკუთვნის. ხო, ეხა სხვა თუ არა და პატევიცამისთვის შეიძლება ნომრის ბოლოს დაგიკრავს, შუა ნომერში რომ ტაშს უკრავს, მეუღლე თუ დაპატიჟე ის დაგიკრავს ხო. ხო, მაგრამ ხო ბევრი არ არის, დიდი ხმა არ ექნება მეუღლის და. ნუ შეიძლება 10 კაცი აიყოლიოს. ანუ ყველაზე დერსკე ხო ეგ არის, რომ შუა ნომრის დროს რომ მაგარი ტაში მიდის, ესე იგი რაღაცა კაი ხდება რა. რაღაცა სწორად ჩაა. რაღაცა კაი ჩარტყა გავარდნა გასწორი. კი, ძალიან კაი. ხო, საიტთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, მე ძალიან დაინტერესებული ვარ პირიქით გვერდშიც უდგევარ და ფიქრობ საინტერესო რაღაცებსაც გავაკეთებთ ერთად. საიტს სხვადასხვა მე მაგ კარგი მეხსიერება რო იცოდეთ და ვინც რაღაც პროექტების ეს არის ჩემი პირველი ვებგვერდი რეალურად მოგიყვები მაგაზეც მაგრამ ცოტა მოგვიანებით ვინც თავიდანვე გვერდში მიდევს ხოლმე საწყის მომენტებში ის მიმართ რა თქმა უნდა განსხვავებული ისაა ხოლმე დამოკიდებულება და რეალურად სერვისებიც მისთვის განსაკუთრებულ შესაძლოა ფასად თუ რაღაცა ესე არის რა აი ზუსტად მაგით ვაღნიშნე რომ მეთქი პირველები ჩვენ თუ აქამდე არ იცოდი ხო არა და იმახსოვს ვიცი ყველაფერს ვიმახსოვს კი როგორც ქორეოგრაფთა კავშირით ასევე არა ეგ მიყვარს პატივისცემას რომ დავინახო ადამიანში მეც რომ გამოვხატო მე საერთაშორისო ანუ უნდა ვიცრუო მაშინ რომ რაღაცაზე უბრალოდ აგიბა მხარი რა თავიდანვე შენ რო ეგ მითხარი მე იქვე გითხარი რომ ოჩახ ანუ სწორი მიგნებაა და განვითარებადია ეგ ყველაფერი კი უზომოდ ანუ უამრავი ფუნქცია დაემატება მე ვიცი ეხა ნელ-ნელა ხალხი დაელოდება ალბათ და ნელ-ნელა გაიცნობა უამრავი ფუნქცია დაემატება ტესტი გავლილი აქვს საიტს უამრავი ფუნქცია დაემატება, უამრავი ფოტო, ვიდეო დაემატება და ანუ მუდმივად ის არის რა განახლებადი, იმიტომ რომ ანუ მთელი წლის გეგმა მაქვს გამოწერილი და ძალიან ბევრი აპდეიტი გამოვა ეტაპობრივად რა. ძალიან კარგი. ნუ პროცესი თამდები პროცესია ესე ხო, მაგრამ ვიცი რა, ხალხის შემოდინებასთან ერთად შენ და ჩვენნაირები მარტო ვერ გავკაჩავთ მაგ ამბავს. თუ გვერდში არ დაგვიდგნენ ქორეოგრაფები პირველ რიგში, ან დაინტერესება ყოველ შემთხვევაში ქორეოგრაფების უნდა მათი კომფორტი ჯაჭვური რეაქცია თან რა ორგანიზატორები სადაც არიან იქ არიან ქორეოგრაფები სადაც ქორეოგრაფები არიან იქ არიან ორგანიზატორები რა რაღაც აი დამოკიდებულია ერთმანეთზე რა თითქოს შეკრების ადგილია ერთგვარი ოღონდ ნუ ონლაინ რა კიდე ის იყო რომ მარტივი მინდოდა ყოფილიყო რაც შეიძლება რა გამოსაყენებლად და მგონი არც არის რთული ხა არც რეგისტრაცია ჭირს და არც ავტორიზაცია და არაფერი წესით რავი მამის სახელს და სხვა რაღაცებს არ ითხოვს არა არ ვითხოვ არც მამის სახელს არც პირადობას და არ ჭირდება არის პირადობები და მამის სახელი ხო ნუ კიდე ერთი თავარი რაც არის ნუ ცენზურა რა თქმა უნდა დაცულია კონტროლდება გვერდი ხო ერთსოდი ღლაბუცი და მაიმუნობები რა თქმა უნდა არ დაიშვება და ამ ყველაფერს
ანუ ისიც არის რა მთავარი ის არის რომ მინდა რომ მიუკერძოებელი იყოს მიუხედავად იმისა რომ შენ ნახე სიტყვაზე შენგან თავიდან უკვე შემდგომ მაქვს სხვა იმისგან ვიღაცისგან არ მაქვს ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინმე ამის გამო დაიჩაგრება რა რომ აი შენ რას ქვია თავიდან ჩემთან არიყავი და მორალური უფლება არ გაქვს ბოროტად განწყობილი ანუ აქ მუშაობენ ადმინისტრაცია ადმინები თან სხვათა შორის ისეთი გუნდი მყავს რომელიც ცეკვასთან საერთოდ შეხებაში არ არის რა ეგ შეიძლება უკეთესი იყოს ხო და უკეთესია მაგისტრის იმიტომ რომ არავის მიმართ მიკერძოებული ფიზიკურად ვერ იქნება რა ანუ ეგეთ გადაწყვეტილებას ვინც ადმინ პანელს მართავს ვინც საიტის რაღაცა იმებს მართავს ეხება ისეთ ტიპებს რომელიც ხაზრზე არ არიან შემოვიდა A ტიპი გადავისწრაფე ხო იმისთვის არის იუზერები რა მარტო იუზერებს ხედავს და არ აინტერესებს სხვა არაფერი დაარღვია იუზერმა ხო არ დაარღვია ის შენი ახლობელია ან შეფასება დაწერა ვიღაცაზე ხო ხტები და ის წაგიშალო ან ნახე როგორი მომენტია ვიღაცამ ინკოგნიტო შეფასება დაგიტოვა შენ ვისი უფლებაც ჯერ არ მაქვს ეს ფუნქციონი რომ გააქტიურებული მაგრამ ნუ მოვიაზრებ დაკონსერვებულია ხო დაკონსერვებული ანუ ხალხია საჭირო მაგისთვის რომ ეგენი მიაწოდო ნახე შეფასება დაგიწერე მე შენთან გამოვედი კონცერტზე რეგისტრაციის შემდგომ მე მაქვს უფლება რომ შენ შეფასება დაგიწერო და ამგვარად შენ გაქვს ჩემზე შეფასების უფლება რა ცუდი დაგიწერე და თავისი ახსნა და რაღაც განმარტები რაღაცებით და ეხლა შენ მოდიხარ ჩემთან სხვასთან ადმინისტრატორთან და ვინ დამიწერა ის მითხარი რა ანუ ხო ხტები ხო არა ანონიმურობა ყველა პონჩი ანონიმურობა დაცულია და ანუ ნახე ანონიმურობა ადონზე მაქვს იცი დაცული ეგ ინფორმაცია ადმინ პანელში არ მიჩანს ხო შენც არის ეგ ადმინთან არ ეგ დეველოპერმა თავის ეხლა ზოგადად იმაში ინტერნეტში არაფერი არ იშლებაო მართალია ეგ ამბავი რა სადღაც კონსერვდება მაგრამ ცალკე აღებულმა იუზერმა გასცა რაღაცა იმაზე რა თუ რა თქმა უნდა უხამსი და რაღაც არის თავიდანვე ვთქვი რომ გჭირდება აუცილებლად ნდობა თქვა ნდობა მაგის გარეშე არ იქნება შენ რო ჩემზე ცუდი რივიუ დაწერეს და წამიშალო ჯიგრულ ქართულ ჯიგრულ პონჩი ის ვიღაცები ხო ხედავენ მაგ ყველაფერს ვიღაცას დაუტოვებ ანუ ეგ პირველი უნდობლობა იქნება და პირველი ჩავარდნა იქნება საიტის ერთი საინტერესო საიტი შეემატა კიდე ჩვენს ქართულ ინტერნეტ სივრცეს რაც აუცილებლად ასათვისებელ გამოსაყენებელია ანუ ეგ ხო ერთ-ერთი პრობლემაა ამ სფეროში რომ ბიჭო ყველგან შევიდა ეს თანამედროვე ტექნოლოგიები სამყარო რაღაც ყველაფერი განვითარდა ჩვენ ისე ვიქავართ რომ Facebook-ზე პოსტი დავტვირთო და ჩატი გავაკეთოთ Messenger-ში. მაინც ვერ რაღაც ის მახსოვს ის მუსიკოსებს რო ხო იცი პირველი ნოტის ასაღებად რაღაცა ყველას ადრე კონდათ რაღაცა პატარა ინსტრუმენტი კონდათ კაპჩა და ნოტი აიღოს ოკეი ეხა ტელეფონშია ძმა პიანინოს იმას გაშლიან ტელეფონზე აწვევია კაპს ოკეია რა ანუ მაგას ვიძახი აღარ ათრევს ის იმ ინსტრუმენტს არა აქვს რა აიღო ეგრევე ისქნა რა დაჭექა პირველით რა აი მე ვფიქრობ რომ პირველი პოდკასტისთვის საკმარისი იყო ხო აუცილებლად ბევრიც არ მოგვივიდეს ბევრიც არ მოგვივიდეს გავაუფასურებთ ხო და ნახოთ დავაკვირდეთ რეაქციებსაც ჩემ Facebook-ზე არ არის ბევრი გამომწერი არა ნახოთ გადაზიარდება ეს კორექტ კავშირს ნახულობთ ხა ირაუს გვერდზე შეიძლება ნახოთ დავაკვირდეთ რეაქციებს ამბობს და ჩვენ კიდე მოგვიწევს დასხდომა ხა ამასობაში მეც დავხვეწავ პოდკასტერის ჩაწერის სტილს და მანერას და იმას არ გამოურიცხავ რომ შენს დაგივასოს ეს სტილი და why not სხვადასხვა ქორეოგრაფები ვიხრი მაგრამ მათგილზე კი როცა ის გარემო უნდა გარემო პირველი მოუმზადებელი ექსპრონტი ხო ძალიან ეს ექსპრონტი ამბავია მაგრამ პოდკასტი ხო არ ჩავწერო პოდკასტი ხო არ ჩავწეროთ ამბავი იყო ზუსტად ხო თან ორივე ისეთი ტიპი გქონდა სულ რაღაცეები გქონდა რა იცი რა მე ორი შტატივი მაქვს ფეუბნები იცი მე ეს მაგ და შევკარით რაღაცეები ავაწყეთ ხა ეგრეებით ვიღაც რო განახა ძალიან ესე სხვათა შორის რეკვიზიტებია რა რო იცოდეთ აქ კი არ დევს ხოლმე ხა მოვიტანეთ აბა მოვიმზადეთ აი ბატონო ძალიან ირაოს ბანერია სხვათა შორის ირაოს ფონზე მიმდინარეობდა მთელი აქ ვარჯიშობს ირაო ამ დარბაზში რებეცია მორჩა და ჩვენ ლოთავთ საუბრობთ რეალურად გავცვალეთ აზრები ვისაუბროთ რა სასმის თანხლებით ხო და გეგმებს გამიმარჯოს რა ყველაფერი წარმატებით და კარგად ყოფილიყოს ყველა კაი საქმის ნაკეთებელ ადამიანს გამომარჯოს ვიცი აქ მოვაჭო